მოგესალმებით ყველას. ფანების ლიგის მეოთხე სეზონის მორიგი თამაშის ჯერი დადგა. მე თავიდანვე გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის წარმომადგენელია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული კი გაემგზავრება უკვე სავარაუდოდ ნოემბერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლის შეხვედრაზე. და დღეს გვაქვს ისეთი დასავლური დერბი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ქუთაისის ტორპედო და ფოთის კოლხეთი. და წარმოგიდგენთ გუნდებს ქუთაისის ტორპედო, ვასილ კაშია და ბექა ჯულაყიძე. მოგესალმებით ბიჭებო, როგორ ხართ? სალამი, ჩვენივაც. ქუთაისის ტორპედო აქამდე თამაშობდა და საკმაოდ ისეთი კარგი შედეგებით, მაგრამ თქვენ დებიუტანტები ხართ, პირადად თქვენ. ახალი ძალა, ახალი სისხლი, ძალიან კარგი. რა განწყობით ხართ, როგორი შემართებით ხართ? საბრძოლო ნოვისიანო თამაში, ყველა გამიშტოვანია. ასათიანის განწყობით ვართ მოსული აქ. ასათიანის? მახოსი? ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. წესები ვიცით, ნელ-ნელა კიდე შევყვებით. მაინც ყოველი შემთხვევისთვის და წარმოგიდგენთ მე თქვენს მოწინააღმდეგე გუნდს ფოთის კოლხეთი დავით ჭინჭარაული და გიორგი ხუციშვილი. მოგესალმებით ბიჭებო, თქვენ როგორ ხართ? დავით როგორ ხარ? დავითის ტრანსფერი განხორციელდა ფოთის კოლხეთში. წინა სეზონებიდან განსხვავებით და გიორგი შენს პირველად თამაშობ ჩვენ კი ბატონო. დებიუტანტი. რაც ასევე ძალიან სასიამოვნოა, აბა თქვენ როგორ განწყობაზე ხართ? სათამაშო კარგ განწყობაზე. ძალიან კარგი. მე იმედი მაქვს რომ ძალიან კარგი თამაში გვექნება, იმიტომ რომ მართლა როგორც ხედავ ორივე ესეთი საკმაოდ საფეხბურთოთ განათლებული გუნდები ხართ და შესაბამისად მე მგონია რომ ძალიან კარგი თამაში უნდა გქონდეს. შეგვიძლია მე მგონი რომ დავიწყოთ. პირველი ტური არის უცხოური ტური, მეგობრებო, სადაც წინა სეზონებისგან განსხვავებით 5 კითხვის ვაგონად გვაქვს 4 შეკითხვა. თითო სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. პასუხები არის დასწრებაზე. თუ რომელიმე გუნდი არასწორად უპასუხებს, მეორე გუნდს უფლება აქვს, რომ ბოლომდე მოისმინოს შეკითხვა და მეორე უპასუხოს, რომ იცოდეთ მაინც ასე რომ ყურადღებით. შეგვიძლია დავიწყოთ მაშ ასე ქუთაისის ტორპედო ფოთის კოლხეთი პირველი უცხოური ტური, პირველი შეკითხვა. ის ერთადერთია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო ორი კლუბის შემადგენლობაში. ამავე ტურნირში ჩატარებული 125 მატჩით ყველა დროის საუკეთესო 20-ულშია. მისი მამა ნიგერიელია, დედა ფილიპინელი. თავად კი კარგა ხანია ავსტრიის ნაკრებში თამაშობს და დღეს გააჭირა ტორპედო. დავიდალა. დედა სწორი პასუხია, კი ბატონო და პირველი ქულა, სადებიუტო პირველი ქულა, რასაც გილოცავთ 1-0 ანგარიში. და შემდეგი შეკითხვა. თომას მიულერის, მანუელ ნოიერის და ტონი კროუსის შემდეგ გერმანელთაგან ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეჯერ ამ ფეხბურთელმა ითამაშა. თან 4 კლუბის მაისურით. ის გელზენკირხენში დაიბადა თურქი მშობლების ოჯახში და პატარაობაში შალკე 04 გულშემატკივრობდა. თუმცა ამ კლუბში არასდროს უთამაშია. პირველი ტიტულები დორტმუნდის ბორუსიაში მოიგო, შემდეგ ილკაი გინდოგანი. კი ბატონო, სწორი პასუხია გენდოგრანის და 2-0 ანგარიში. და მესამე შეკითხვა. ეს ინგლისელი დღეს სერია B-ს კლუბ ჩეზენას ხელმძღვანელობს. არადა სამშობლოში მხოლოდ უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ისმეთ? ეს უნდა იყოს ეშლი კოული. იყოს. კი ბატონო, ეშლი კოული სწორი პასუხია. კიდევ სლად იყო კითხვა, მაგრამ აბა ვინ გასცეს. უკაცრავად. 2-1 ანგარიში და უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ 100 ჯერ 3 არგენტინელს უთამაშია. პირველი ლეო მესია, მეორე ანხელ დი მარია. მესამე კი ეს ფეხბურთელი, რომელიც პორტუდან, მანჩესტერ სიტიდან და ლისაბონის ბენფიკადან უნდა გახსოვდეს. ეს უნდა იყოს ოტამენდი. ოტამენდის სწორი პასუხია და კამბექა მანჩესტერმა კი არა და შეზე მანჩესტერი გამახსენდა ფოთის კოლხეთმა და 2-2 გახდა ანგარიში და გადავდივართ შემდეგ ტურზე. შემდეგი ტური არის მეგობრებო მსოფლიო ჩემპიონატის ტური. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაკრები,
რომელმაც მექსიკა 1986-ის შემდეგ გერმანიას პირველი მარცხი აგემა ჯგუფში. ეს 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მოხდა. ამ ევროპულმა ნაკრებმა 1-0 დაამარცხა ბუნდესგუნდი, მაგრამ ერთ-ერთ ფავორიტთან გამარჯვების მიუხედავად ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა. მეტიც საერთოდ ბოლო ადგილზე გავიდა, რადგან განასთანაც დამარცხა და ავსტრალიასთანაც. აბა თუ გახსოვთ გუნდი, რომელმაც და იყოს სერბეთი. სერბეთის სწორი პასუხია, ნამდვილად სერბეთი არის ეს გუნდი, რომელმაც გერმანიას მოუგო, მაგრამ მე ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა. 3-2-ია ფოთის კოლხეთი დაწინაურდა და შემდეგი შეკითხვა. 2018 წელს ინგლისმა ჰარი კეინის დუბლით სძლია ტუნისს. მაგრამ თუ გახსოვთ, ვინ იყო კეინამდე ბოლო ინგლისელი, რომელმაც მუნდიალის მატჩში გაიტანა 2 გოლი. გეტყვით, რომ ამ ფეხბურთელს ხანგრძლივი და დიდებული კარიერის განმავლობაში არასდროს მიუღია არათუ წითელი, ყვითელი ბარათიც კი. ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება კი 3 კლუბში თამაშის დროს მოიგო. ლესტერ სიტი ისევ კოლხეთი იყო? გარი ლინეკერი. გარი ლინეკერის სწორი პასუხია და ზედიზედ 4 სწორი პასუხი ფოთის კოლხეთს და 4-2-ია ანგარიში. ბიჭებო, ყურადღებით, ცოტა მოიგრიბეთ ძალა თქვენც. შემდეგი შეკითხვა. კანადაში დაბადებული ამ გოლკიპერის კერპი ედვინ ვანდერსარი გახლდათ. თუმცა დიდი ნიდერლანდელისგან განსხვავებით, მას არასდროს უთამაშია პრემიერ ლიგაში. სამაგიეროდ მადრიდის ატლეტიკოსთან და სევილიასთან ერთად მოიგო ტიტულები. სოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კი მისთვის წარმატებული გამოდგა. 4 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც რეკორდია აფრიკელი გოლკიპერებისთვის. თუ YouTube სოლისტის მეტსახელი გახსოვთ, მაშინ იასინ ბონო. კი ბატონო, YouTube-ზე უკვე ეს გიხდებოდით, მაგრამ დაგასწრეს. 4-3 ანგარიში მეორე ტურის შემდეგ მე ძალიან მიხარია ხოლმე კითხვა რო არ იმაზება და ძალიან კარგია რომ კითხვა არ გამაზულა ჩვენ თამაში. 4-3 ანგარიში ფოთის კოლხეთის სასარგებლოდ წინ ძალიან ბევრი კითხვაა ჯერ კიდევ და გადავდივართ ფოტო ტურზე, მეგობრებო. ფოტო ტურში პირველი ფოტო იქნება 3-4-ზე ფოტო, სადაც უნდა გამოვიცნოთ კონკრეტული ფეხბურთელი, გამოჩნდება პატარა ფრაგმენტი მისი ფოტოდან, შემდეგ დავამატებთ მეორე ფრაგმენტს, თუ პირველი ფრაგმენტით ვერ გამოიცნოთ, შემდეგ უკვე აიხსნება ბოლომდე ეს ფოტო. მაშ ასე 4-3 და ფოტო ტურის პირველი შეკითხვა. აბა მხოლოდ ამით თუ რამეს მოგწევთ, დააჭირა ტორპედომ. კარლოს ალბერტო. არ არის კარლოს ალბერტო. ცოტა რთული იყო მარტო ამ იმით გამოცნობა. თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ გახსნათ ფოტო და ისე შეგვიძლია გავხსნათ და ისე უპასუხოთ. 0-ით ვიფიქრე, რომ დენილსონი იქნებოდა 20. კი ბატონო, დენილსონის სწორი პასუხია და 5-3-ია ანგარიში, ძალიან გარისკეთ თქვენ. ახლა მარტო იმ ორიანით ცოტა რთული გამოსაცნობი იქნება. არა, 2 ციფრი იყო ეთქობოდა იმაზე. რომ შუაში არ იყო. ხო, შუაში არ იყო, აქეთ იყო. კი ბატონო, კი ბატონო. 5-3 ანგარიში, შემდეგი ფოტო იქნება სოფლიო ჩემპიონატიდან და თქვენ უნდა დამისახელოთ ორივე ნაკრები, რომელიც ამ ფოტოზე იქნება გამოსახული. აი ასეთი ფრაგმენტი. და რა თქმა უნდა, რთულია გამოსაცნობად. მე მგონი, შეგვიძლია დავამატოთ მეორე ფრაგმენტიც ამ ფოტოს. აბა გისმენთ. ეს არის გერმანია და საერთოდ მეორე უნდა იყოს განა. არ არის სწორი პასუხი. დავალოდებით მაშინ. არ არის სწორი პასუხი და გავხსნათ აქ ცოტა ის არის, რა ქვია, აი ეს ამბავი იყო, აქ ცოტა მატყუარა ამბავი. საფრანგეთი. კი ბატონო, საფრანგეთი, გერმანია, აქ ნუ მეკარის ფორმა შეიძლება და შესაძლოა შეეყვანოს და ნუ ასეც მოხდა. 6-3-ია ანგარიში და შემდეგი კითხვა უკვე არის ორქულიანი, მეგობრებო, ჯერ ძალიან ადრეა ყველაფერი, შემდეგი კითხვა არის ორქულიანი, იმიტომ რომ უკვე საქართველოს ეხება, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი თამაშიდან იქნება ფოტო და უნდა გამოიცნოთ ვის ეთამაშებოდა ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები. გავხსნათ პირველი. აბა, საქართველოს ავსტრია. არ არის ავსტრია, არ არის ეს და ისე ვიჩქარეთ და ეგველია ბოლომდე გავხსნათ. თუმელის ფორმები წინდებზე შეგეძლოთ დაგენახათ თუმელის ფორმები. კი, საქართველოს დანია. საქართველოს დანია სწორი პასუხია, კი ბატონო.
და 8-3 არის ანგარიში, დაწინაურდა ფოთის კოლხეთი. მაგრამ წინ გვაქვს ქართული ტური, სადაც ყველა პასუხი არის ორქულიანი და ასე რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრი რამის შესვლა შეუძლია ამ ტურს. და დავიწყოთ ქართული ტური პირველი შეკითხვა. ქართველი მწვრთნელი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, თბილისის დინამოს მეორე გუნდში მუშაობის დროს 2012 და 13 წლებში ორჯერ გახდა დუბლების ჩემპიონატის გამარჯვებული. თუმცა ის უფრო იმითაა ცნობილი, რომ 10 წელზე მეტია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მუშაობს. მაგალითად 19 წლამდელებს 50-ზე მეტ საერთაშორისო შეხვედრაში უხელმძღვანელა. ყველაზე დიდ წარმატებას მან 17 წლამდელთან ნაკრებთან ერთად მიაღწია. ვასილ მაისურაძე. ვასილ მაისურაძე სწორი პასუხია, კი ბატონო, 2 თქვენ და 8-5 გახდა ანგარიში. შეამცირა ქუთაისის ტორპედომ სხვაობა და გადავდივართ შემდეგ კითხვაზე. უცნაურია, მაგრამ ეროვნული გუნდის ამ ახალგაზრდა მცველმა კარიერა საქართველოში კი არა, ჩეხეთში, ბრანიკში დაიწყო. უფროსთა შორის მისი პირველი კლუბი კი პრაღის სპარტის დუბლ შემადგენლობა. ივა გელაშვილი. ივა გელაშვილის სწორი პასუხია და ზედიზედ მეორე ორქულიანი შეკითხვა ქუთაისის ტორპედოს და 8-7 გახდა ანგარიში, მინიმუმამდე შემცირდა სხვაობა და შემდეგი შეკითხვა. მცველმა, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, ფეხბურთის თამაში ვიტ ჯორჯიას აკადემიაში დაიწყო. თუმცა 2015 წელს ესპანეთში გადავიდა, სადაც ალავესის მეორე გუნდში ჩაირიცხა. 2017-19 წლებში საქართველოში დაბრუნდა და ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი რუსთავში ითამაშა. რის შემდეგაც ისევ უცხოეთს მიაშურა. 2021 წელს ვალმეირასთან ერთად ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2024 წელს კი კაირატთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონის ტიტული. გადრან. გადრანის სწორი პასუხია და ზედიზედ მესამე სწორი პასუხი ქართულ კითხვაზე და 9-8 უკვე წინ გავიდა ქუთაისის ტორპედო და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილ მცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 2024 წლის ეროვნული ლიგის შედეგებით ის ლუკა ხარაიშვილი. ვინ? ხარაიშვილი. ხარაიშვილი არ არის სწორი პასუხი და თქვენ ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ. 2024 წლის ეროვნული ლიგის შედეგებით ის საუკეთესოდ დაასახელა 17 წლამდელთა შორის. შარშან კი ალექსანდრე ჩივაძის медаლი 19 წლამდელებში მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლისაა, დინამოს ძირითადი შემადგენლობის წევრია. ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, რის შემდეგაც ვიჯისალიოლმა ეროვნულ გუნდში წუხმო. შარშან ფარერებთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ეს ტანმაღალი მარცხენა მცველი სექტემბრიდან თურქეთის ბაშაკშეჰირს შეუერთდება. ხარებაშვილი. ხარებაშვილის სწორი პასუხია, კი ბატონო. და ერთი ქულით ახლა ისევ ფოთის კოლხეთი გავიდა წინ და 10-9 არის ანგარიში. ძალიან მაგარი თამაში გვაქვს, კულა-კულაში მიდის თამაში. და ალბათ ბოლო წამამდე ვერ გავარკვევთ გამარჯვებულის ვინაობას და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი კი გახლავთ სარბიელის არქივი. სარბიელის არქივში მე პირველი კითხვა იქნება ფოტო. რაღაცა უცხოურ ფეხბურთთან დაკავშირებული, რომელიც არის ერთქულიანი და მეორე იქნება უკვე ქართულ ფეხბურთზე დაკავშირებული. მაშასე პირველ ფოტო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩიდან არის ეს ფოტო და უნდა მითხრათ რომელი წლის სარბიელია. ხედავთ ფოტოს და წარწერა ჰაკან შუქურმა და ლუსიომ ერთმანეთისკენ გაიწიეს. აბა გისმენთ? 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სწორი პასუხია, რა თქმა უნდა და ახლა უკვე ისევ ქუთაისის ტორპედო გავიდა წინ 11-10-ია ანგარიში და შემდეგი კითხვა ქართულ ფეხბურთზეა, რომელიც როგორც გითხარით ორქულიანია. თქვენ უნდა მითხრათ რომელი კლუბების მატჩის მიმოხილვა არის რაც ახლა გამოჩნდება. მასპინძლებმა მაინც რიხით დაიწყეს, თუმცა უვარჯიშებლებს სისწრაფე აკლდა და საკუთარი საჯარიმოს გამაგრებით დაკავებულებს ტყავაძე და ჯაგიდისი წინ ეულად ყავდათ მიტოვებული. ანგარიში აშვეთიამ გახსნა, მუჯირმა ცენტრიდან საჯარიმოს სიახლოვეს კვარაცხელიას უპასა. აბა რომელი გუნდების თამაშია დააჭირა კოლხეთმა? სიონი დინამო. სიონი დინამოს სწორი პასუხია, კი ბატონო, ყავაძე ჯაგიდისი, ბოლნისის სიონი. და უკვე აშვეთია მუჯირი დინამო. ორი ქულა თქვენ და შესაბამისად ისევ ერთი ქულით წინ გადის ფოთის კოლხეთი. და ანგარიში არის 12-11. ტენისი შემოგვეპარა საფეხბურთო. ჰა? ტენისი შემოგვეპარა.
მაშასე და ბოლო ეტაპი მეგობრებო არის ქალაქობანა. ქალაქობანაში თქვენ უნდა ჩამოწეროთ ნაკრები, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ყველა პასუხი იწყება 100-ზე. დატრიალდება ლოტოტრონი და ვნახოთ რომელი 100 ამოვა დღეს. დავატრიალოთ თუ შეიძლება. ასო ბგერაჩი. მაშასე თუ ორივე სწორად გასცემთ პასუხს თითო ქულა, თუ ერთ გუნდს არ ექნება პასუხი და მეორე სწორი პასუხი ექნება 3 ქულა. ნაკრები. ამ გუნდის საუკეთესო შედეგი მუნდიალზე შინ მოგებული ბრინჯაოა. ამ გუნდის საუკეთესო შედეგი მუნდიალზე შინ მოგებული ბრინჯაოა. კლუბი. არჩილ სახვაძის და რატი ალექსიძის პირველი უცხოური კლუბი. არჩილ სახვაძის და რატი ალექსიძის პირველი უცხოური კლუბი. უცხოელი ფეხბურთელი. მანჩესტერ იუნაიტედში მისი ერთი რეკორდი გოლების უეინ რუნიმ გააუმჯობესა, ხოლო მატჩების რაიან გიგსმა. მანჩესტერ იუნაიტედში მისი ერთი რეკორდი, ანუ გოლების რეკორდი უეინ რუნიმ გააუმჯობესა, მატჩების რეკორდი კი რაიან გიგსმა. ქართველი ფეხბურთელი. ლატვიის ჩემპიონატის პირველი ქართველი ბომბარდირი. ლატვიის ჩემპიონატის პირველი ქართველი ბომბარდირი. სხვათა შორის იურმალაში კავენის ფესტივალი რო ქონდა, ესწრებოდა გულშემატკივრობდა კიდეც. არა მგონია მაგით გახსენებოდა ეხლა. ჩემ გუნდელებსაც არ ემახსოვრებათ ეგ ამბავი. წვრთნელი. კაცი, რომელმაც პირველმა გაიყვანა ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე. კაცი, რომელმაც პირველმა გაიყვანა ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე. მაშასე დავასრულეთ, შეგვიძლია კამერებს ვაჩვენოთ, რომ შევსებული გვაქვს, ან თუ რამე გვაკლია და დააფიქსიროს კამერებმა, რომ რამე პრობლემა არ იყოს და მივყვეთ. ამ გუნდის საუკეთესო შედეგი მუნდიალზე შინ მოგებული ბრინჯაოა. ჩილე არის სწორი პასუხი და 3 ქულა თქვენ. 12-11 იყო ანგარიში, 15-11. კლუბი არჩილ სახვაძის და რატი ალექსიძის პირველი კლუბი. კი ბატონო, 16-12. უცხოელი ფეხბურთელი, ანუ მანჩესტერ იუნაიტედში ერთი რეკორდი რუნიმ გააუმჯობესა, მეორე რაიან გიგსმა. ჩალტონ. კი ბატონო, სწორი პასუხია ორივე მხრიდან, ისე 4 ქულიანი სხვაობაა. ლატვიის ჩემპიონატის პირველი ქართველი ბომბარდირი. ჩალაძე. რენდომად დავწერეთ ჩაჩავა. ხო, ჩალაძე, დავით ჩალაძე არის სწორი პასუხი და 3 ქულა ისევ თქვენ და უკვე 7 ქულით წინ გაიჭრა ფოთის კოლხეთი და კაცი რომელმაც პირველმა გაიყვანა ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენ არ გიწერიათ. ისიც უნდა იყოს ჯეკი ჩალტონი. ჯეკი ჩალტონის სწორი პასუხია, კი ბატონო, მჯერა, გიგო მჯერა. 10 ქულიანი სხვაობაა უკვე, თუმცა წინ გვაქვს კიდევ ერთი ტური, რასაც რადიკალურად შეუძლია რომ შეცვალოს თაბაშის მიმდინარეობა, იმიტომ რომ აქ უკვე არ გეუნებით რა 100-ზე იწყება პასუხები და შესაბამისად თქვენ თვითონ და გამოიცნოთ, როგორც ყველა პასუხი ერთი და იგივე 100-ზე იწყება. 15 ქულა თამაშდება ახლა, ხო? 15 ქულა თამაშდება, რა თქმა უნდა, თუ არასწორი ისიქნება. დავიწყოთ. ნაკრები. ევროპული ნაკრები, რომლის მეტსახელია წითელი ეშმაკები. ევროპული ნაკრები, რომლის მეტსახელია წითელი ეშმაკები. იტალიური კლუბი, სადაც ხოსე გვარდიოლა ბარსელონადან გადავიდა. იტალიური კლუბი, სადაც ხოსე გვარდიოლა ბარსელონადან გადავიდა. უცხოელი ფეხბურთელი. იტალიელთა ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალში. იტალიელთა ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალში. ქართველი ფეხბურთელი. ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, რომლის მეტსახელია ბონა. ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, რომლის მეტსახელია ბონა. და მწვრთნელი, არგენტინელი მწვრთნელი, რომლის მეტსახელია ელ ლოკო. არგენტინელი მწვრთნელი, რომლის მეტსახელია ელ ლოკო. მაშასე ჩავამთავრეთ
კითხვებით და ვაჩვენოთ კამერებს თუ შეიძლება რა შედეგები გვაქვს. კი ბატონო და დავიწყოთ. ანუ 10 ხულიანი სხვაობაა, ხო? თუ არ ვცდები 23-13 და დავიწყოთ. ნაკრები წითელი ეშმაკები. ბელგია. კი ბატონო, სწორი პასუხია 24-14. იტალიური კლუბი, სადაც გვარდიოლა ბარსელონიდან გადავიდა. ბრეშა. ბრეშა სწორია 25-15. იტალიელთა ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ბონინსენი. ბონინსენია, სწორი პასუხია თქვენ მიწერია, მაგრამ არ ვეწერა. ოკეი. 28-15. ქართველი ფეხბურთელი ბონინსენი. ბესიკ ბერაძე. ბესიკ ბერაძე, სწორი პასუხია 21-15 და მწვრთნელი ელოკო. იელსა. იელსა სწორი პასუხია და მას ასე დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა ფოთის კოლხეთმა. გილოცავთ მეგობრებო. ქუთაისის ტორპედოს ძალიან დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ძალიან და აი ქალაქობანაში გავწყდით ცოტა. თორე იქამდე კულაკულაში მიდიოდა თამაში, ძალიან ისეთი დაძაბული თამაში იყო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ძალიან კარგი თამაშისთვის. წარმატებას გისურვებთ როგორც საფეხბურთო მინდორზე, ისე შემდეგ სეზონებში ჩვენთან იმედი მაქვს, რომ შემდეგ სეზონებში ვიღებთ მონაწილეობას. დიდი მადლობა და წარმატებები და რა თქმა უნდა გილოცავთ უკვე მეოთხედფინალში გასვლას ფოთის კოლხეთს. თუ არ ვცდები საგარეჯოს გარეჯი არის თქვენი შემდეგი მეტოქე. კი ბატონო, ძალიან კარგი თამაში იქნება, დარწმუნებული ვარ და წარმატებას გისურვებთ რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენს კიდევ ერთხელ. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი პროექტის წარმოდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული უკვე ნოემბერში გაემგზავრება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლით შეხვედრაზე. კარგად ვზამდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. ნახვამდის.